გოგოებო, იმის ხასიათზეც კი ვარ, რომ დავალება გავაკეთო, რადგან მალე არ დადეგებია. ხო, ზაფხულის არ დადეგები 3 თვე, წარმოიდგინეთ. ხო, 3 თვე უბრალოდ გართობა. ხო, გოგოებო, რაც შეიძლება, ძალიან მაგრად უნდა გავერთოთ. გახსოვთ ხო, რაზე შევთანხმდით? კი. ნასია, მაჩვენე აბა მე-5 როგორ გააკეთე. ნახე. ძალიან კარგი, ზუსტად ისე როგორც მე, ანუ სწორი გვაქვს. გოგოებო, რა იღბლიანები ხართ, ერთი და იგივე კლასში ხართ და შეგიძლიათ შეამოწმოთ. მე მარტო ვარ. ყველაფერი კითხე მერის. მერი არაფერს აკეთებს. გოგოებო, გამარჯობა, აქ რას აკეთებს? დავალებას წერთ, შემიძლია დაგეხმაროთ. გამარჯობა, რომეო, შენ რა გონია, რომ სულელები ვართ? სხვათა შორის ძალიან კარგად ვსწავლობთ. ხო, ძალიან კარგად. დიანო, ვიცოდი რომ ლამას ერთად ჭკვიანიც იყავი. ისი ამ საღამოს რას აკეთებს? ზოოპარკის 2 ბილეთი მაქვს. იქ ძალიან ბევრი მაგარი ცხოველია. რომეო, ზოოპარკი ყველაზე კარგი არჩევანი არ არის. მისმინე რომეო, მე ზოოპარკში არ დავდივარ და შენც არ გირჩევ, რადგან ამ ბილეთების ყიდვით იმას უჭერ მხარს, რომ ეს ცხოველები გამოკეტილები იყვნენ გალიებში. კარგი დიანო, ზოოპარკის ბილეთები აღარ მაქვს. ცირკის 2 ბილეთი მაქვს. წამოხვალ. რომეო, ცირკსაც არ ვუჭერ მხარს. ამიტომ არც ზოოპარკში და არც ცირკში არ წავალ შენთან ერთად. კარგი, მაშინ მითხარი სადაც დადიხარ ხოლმე და ვიშოვე ბილეთებს. გოგოებო, უარი ისე როგორ ვუთხრა, რომ არ ეწყინოს. დიანა, არ ვიცი როგორც გინდა. მისმინე რომეო, შეყვარებული მყავს და სხვა ბიჭებთან ერთად არ დავდივარ არსად, მაპატიე. კარგი დიანა, გასაგებია, ბოდიში. ეს უბრალოდ ხელოვნებაა. ხო, რაიან, გასაგებია. რომეო, აქ რას აკეთებ? ნაკობი რატო ყრია? გამარჯობა, ბიზია მაიკ, არაფერი, უბრალოდ გოგოებს ვილაპარაკებოდი. გამარჯობა, მასწავლებელო მაიკ, ყველაფერი კარგად არის. რომეომ დამპატიჟა ცირკში და ზოოპარკში, მაგრამ არც ერთს არ ვუჭერ მხარს. დიანა, კარგია, 800 ადგილებს მხარს არ უჭერ. რომეო, ხო გითხარი, რომ დიანას შეეშვი მეთქი. ბიზია მაიკ, დაცეკვა. რომეო, ვერ ხედავ, რომ ახლა დაკავებული ვარ, მერე ვილაპარაკოთ. კარგი, მასწავლებელო მაიკ, გასაგებია. გოგოებო, გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა, რაიან, ყველაფერი კარგად არის. შენი ცეკვა როგორ? ბიზია მაიკ, შეწყვეტეთ ჩემთვის იმის თქმა, როგორ უნდა მოვიქცე, უკვე დიდი ვარ. რომეო, დროზე კლასში შედი და მერე დაგელაპარაკები. ძალიან უწუხარ რომეოს გამო, რატომ მოვწონვარ? დიანა, მეც რომ მოვწონდე, მაინც არ წავიდოდ იმასთან ერთად. ხო, არც მე იმიტომ რომ შეყვარებულები ყავს. დიანა, ისევ მოწონხარ? ხო, რაიან. და მასწავლებელი მაიკიც კი ეუბნება, რომ არ მეფლირტაოს, მაგრამ არ ადარდებს. დიანა, ისე შენ ადგილას ცოტა ყურადღებას მივაქცევდი, არ არის ცუდი ბიჭი. მადლობა, რაიან, რჩევისთვის. დიანა, რაიანი ცუც არაფერს გირჩევს. აბა ბიჭებო, რა გინდათ ჩვენგან? ასე უცბად რატომ დაგჭირდით? თუ მოგწონვარ. ვირთხებო, ჩვენ აქ საქმეზე ვართ. ჩვენ გვინდა რომ მე ამბოხეებმა კალათბურთელებთან შეხვედრა შეწყვიტო და გვინდა რომ ისინი ჩვენ დაგვიბრუნდნენ. მერი ძალიან მენატრება. გაგიჟდით? და ჩვენ რატომ გვესაუბრებით ამაზე? მე ამბოხეებთან არაფერ შუაში არ ვართ. ვირთხებო, ჩვენი აზრით თქვენ შეგიძლიათ კალათბურთელებთან ჩხუბი. ხო, დარწმუნებულები ვართ რომ გაიმარჯვებთ. ვალში არ დაგრჩებით. ხო, რაც გინდათ იმას შეგისრულებთ, უბრალოდ მე ამბოხეები და კალათბურთელები დააშორეთ. ვაუ! яна, აბა დავეხმაროთ ამ ხალხს. ლეილა, მე ამბოხებთან არ მეგობრობთ. ვინ მეგობრებთ? მეტი რაღა გავაკეთოთ. არა დაგვთხოვდებია. მათ პირობებს უნდა დავთანხმდეთ. აბა ვირთხებო, შეგვიძლია რომ გენდოთ. ერთი წუთით უნდა შევთანხმდეთ. კარგი, თანახმავართ. ხო და თქვენ მაშინ სალონში უნდა წაგვიყვანოთ. ხო, ბანიში. რა? არაფერი, კი თუ არა, დრო იწურება. 1 2 ბიჭებო, უნდა დავთანხმდეთ. თანახმავართ. პატრიკ მანძილი. ჯიჯი, ვირთხებთან ერთად ხო არ ვიქნები? პატრიკ, ეგეთი სულელი გონი ვარ, გონია არ მაქვს ვიდეო ნანახი? კარგი, თუ დაგთანხმდით, სეზონური ბილეთები გვინდა 1 იანას. მე ამბოხებს რომ დაუბრუნდეთ, ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მათი მეგობრები. და ეს ძალიან რთულია. თქვენ ვირთხები ხართ, ყველაფერი გამოგივოთ. ჩვენ თქვენი გვჭერო გოგოებო, მაგრები ხართ. მარკუს, დიანა რომ დაიბრუნო, გარეგნობა უნდა შეიცვალო. ხო, სმაილს უნდა დაემსგავსო. რა, მარკუს, რაზე ლაპარაკობთ? რას ნიშნავს სხვას გავდე? ჩვენ გარეგნობის შეცვლა არ გვინდა. მოიცა, ვირთხებს მოусმინოთ. მარკუს უნდა შეიცვალო. თუ მარკუსი თავის დიანას დაიბრუნებს, თქვენც დაიბრუნებთ თქვენს გოგოებს, ასე მუშაობენ. და მე რა უნდა შევცვალო? ჯერ ტანსაცმელი უნდა გამოიცვალო. ლეილა, ეს ვისი ტანსაცმელია? რა მნიშვნელობა? კარგი ვირთხებო, მადლობა. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. მერი უნდა დამიბრუნოთ. ჩვენ უკვე ვაკეთებთ სალონის შეკვეთას. დაგიბრუნებთ. კარგი, წავიდეთ მოვძებნოთ მე ამბოხეები. ხო, ჩვენი მეგობრები.
მარკუს ისე გააკეთე, როგორც გეტყვით. მორჩა ბიჭებო, ვირთხები დაგვეხმარებიან. კარგია თუ დაგვეხმარებიან, ეგრევე მერისთან ერთად კინოში წავალ და ჩვენ გოგოებს სხვაგან არსად აღარ გავუშვებთ. თანახმოვარ. ჯული, ბოდიში ისინი თვითონ გვეფირდავებოდნენ. ბროვასტი, დავიღალე, ერთი დღე ვიყავი წასული სკოლიდან, ერთი დღე და უკვე ვირთხასთან ერთად წახვედი. ჩემზე უკეთესია, მითხარი. ჩემზე უკეთესია? ჯული, არა. არა, არ მჯერა შენი, ხელი მომაშორე. წადი აქედან. ჯული, ნუ ყვირი, ბიჭები აქ არიან და მარცხოდი. კარგი ბროვასტი, ამიერიდან მე აღარ გიყვირებ. ვირთხა მგიყვიროს. ბიჭებო, დიანა რომ აქ არის ძალიან ბევრი ენერგია მაქვს ხოლმე. რაღაცნაირად мотиваციას მაძლევს. კარგი გეყოფა, მეც ყავს კნოპა და მეც ფასლებს мотиваციას. მერი ჩემი პატარა ვარსკვლავი, რატომ დღეს სკოლაში არ მოვიდა და უკვე მენატრება? ძალიან მიყვარს. ბიჭებო, ვარჯიშის დასრულებამდე 5 წუთი დაგვრჩათ. მერე მე ამბოხები მოვლენ და ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ. ხო, მასკოტ არის და რტო გვახსოვს. აბა ბიჭებო, დავიწყეთ. გამარჯობა ბიჭებო, გამარჯობა მასკოტ. გოგოებო, გამარჯობა. ჰეი, სმაილ, მისმინე, რაღაც უნდა გითხრა, რომ არ გეგონოს, რომ მე ვარ დამნაშავე. რომეო, მასწავლებელი მაიკის მიშვილი, მე ფლირტავა. მოწონ ვარ. ხო, სმაილ, ეგ სიმართლეა. მასწავლებელმა მაიკმა ეგრევე წაიყვანა. რას გულისხმობ? კნოპა, რას ლაპარაკობ? სმაილ, არ მოусმინო. უბრალოდ ჩემს გვერდით იდგა, შემდეგ მასწავლებელი მაიკი მოვიდა და კლასში შეიყვანა. ალბათ იმიტომ, რომ დაარიგოს. არა, რომეო სატანა უკვე შეუძლებელია. საყვარელო, კარგია რომ ასე უთხარი, მე დაველაპარაკები. სმაილ, ეგ არ არის საჭირო. ძალიან კეთილია, უბრალოდ შეუყვარდა. დიანა, მე გადავწყვეტ რა უნდა გავაკეთო. გოგოებო, აბა კარგი ვარჯიში. კნოპა, რომეო შენს ხარ გეფირდავება. არა, დიანა უყვარს. კარგია, აბა კარგი ვარჯიში. მიდი მასკოტ, აბა კარგად ამოძრავე სხეული. კარგად ამოძრავე. გამარჯობა, დიმა. აქ ვარ. მოდი. ფეხბურთელებო, აქ რას აკეთებთ? ისევ ჩილიდერების საყურებლად ხო არ მოხვედით? გადით აქედან. დროზე. რატომ მოვიდნენ აქ? ფეხბურთელებო, ახლა ვარჯიში გვაქვს. ხო, ჩქარა, გადით აქედან, უნდა გამოვიცვალოთ. მოკლედ, აქ არანაირი კონფლიქტი არ მინდა. გუშინდელი დღე ცოტა ცუდი დღე იყო, ამიტომ დიმას და კოსტას უნდათ, რომ ბოდიში მოგიხადოთ თქვენ და კალათბურთელებს, ხო? ხო. კარგი რა, უკვე დავივიწყეთ ყველაფერი და ყველაფერი გაპატიეთ. ხო, მწვანე, ყველაფერი კარგად არის. დიდი ამბავი. არა, ეს დიდი ამბავია. ფეხბურთელებო, ბოდიში მოიხადეთ, დიმა. მე ამბოხება, ბოდიში რო გითვალთვალებდით, ამას აღარ გავაკეთებთ. უბრალოდ ლამაზი ცეკვის ყურება გვინდოდა. დიმა, მიდი. მწვანე, უკვე ვაპატიეთ ფეხბურთელებს. საათისფერო მორჩა, მე ამბოხება გვაპატიეს. არა, დიმა, კიდევ. სმაილ, დიანას მიმართულებით არასდროს აღარ გავიხედები. კიდევ? და ამას აღარც დაველაპარაკები. და კიდევ. და გამარჯობასაც აღარ ვეთქვი. კარგია დიმა, მიხარია რომ საბოლოოდ ყველაფერი გაიგე. კარგი გოგოებო, ნახვამდის. ფეხბურთელებო, გადით. რატომ? გადით. კარგი, წამო. კარგად ბიჭებო. მწვანე, შენ რატომ დარჩი? ჩვენთან საუბარი გინდა? გოგოებო, მოდით ვივარჯიშოთ. მასკოტ, 2 წუთი მოიცდი. მოკლედ, მე ამბოხეებო, კოსტა და დიმა თქვენკენ აღარ გამოიხედებიან, მაგრამ თუ დავინახავ, რომ ან თქვენ უყურებთ, ან ესაუბრებით, ჩემთან გექნებათ საქმე, გასაგებია? გაიგეთ, რაც გითხარით? კი, გავიგეთ. ძალიან კარგი, ჩემს დიმას არაბის დავუთმობ. ეს უკვე სერიოზულია. ჯანდაბა მასკოტ, მისი შეყვარებული დიმა კოსტასთან ერთად ჩვენ გვითვალთვალებთ და გუშინ და ახლა ჩვენ გამოვდივართ დამნაშავეები. გოგოებო, არა უშავს, ყურადღება არ მიაქციოთ. კარგი, მე გამოვიცვლი. კნოპა, წყალი წამოიღე. რომეო, ჩემი დახმარებით შენ ან ფეხბურთელი გამოხვალ, ან კალათბურთელი და მე ლამაზ გოგოსაც ძალიან მარტივად იპოვე. ხო, მე აუცილებლად ვიქნები დიანასთან ერთად. რომეო, იცოდა დიანა მეორეჯერ აღარ ახსენო, თორე სკოლიდან გაგაგდებიან. თუ არა და მე თვითონ გაგაგდები. კარგი, ესე იგი ფეხბურთელი ან კალათბურთელი, გასაგებია ბიძია მაიკ. გოგოებო, თქვენ ცხელი შოკოლადი ძლივს მოიტანა. გოგოებო, რა იყოთ, ვერ ხედავთ რომ კაფე სავსეა, ბევრი სამუშაოა. არ გვადარდებს, ჩვენც უნდა მოგვემსახურო. ჩვენი ვარჯიში უკვე დაიწყო და 1 საათია ამ ცხელ შოკოლადს ველოდებით. გოგოებო, მოდით დღეს არ ვივარჯიშოთ, მუცელი მტკივა. ყოველთვის რაღაც მტკივა. არ ვიტყუები, მართლა დღეს ძალიან მტკივა. გვიყურებენ? ხო, გვიყურებენ. იცი რა ჯული, გვიყურონ, არ ვაპატიებ ამას პატრიკს, დავაიგნოროთ. ხო, ჯიჯი, არც მე არ ვაპატიებ. რამე არ შევუკეთოთ. არ ვიცი, ახლა ვერაფერს ვერ შევჭამ. ვერც მე ვერ ხვდები ამ სიტუაციაში როგორ აღმოჩნდით. ჯიჯი თითქოს ჩემთან ძალიან ახლოს არის, მაგრამ თან ძალიან შორს. ჯული კიდე მე ისე მეჩხუბა, ახლა ბოდიშის მოხდაც მეშინია. პიცა ლუზერები რატო არაფერს არ უკვეთავენ?
არ ვიცი. ლუზერებო, მომისმინეთ, ან ახლობე რამე შეუკვეთეთ, ან ადგილები გაათავისუფლეთ. ხო, აქ სხვას კი არ უნდა უყუროთ. არსად არ ვიყურებით. უბრალოდ არაფერს ჭამა არ გვინდა. ხო, ჩვენი გულები გატეხილია. ძალიან პატარა ნაწილებად. ჯული, სწორედ ეგ სჭირდებოდათ. მართალია, ახლა მიაწებონ თავიანთი დამსხვრეული გული. მეგობრებო, გამარჯობა. ყველა შეგერგოთ საჭმელი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი საკვი სტუდია გავხსენით და რაიან პლასტიკი დავარქვი. რაიან, ისევ შენი ცეკვები დაიწყე? ვა, მე წამოვალ. რომეო, ცეკვა ბიჭი საქმიანობა არ არის. რაიან, და რას ასწავლი, როგორ ცეკვას? გოგოებო, გამორიცხულია, ჩერილდერობისთვის რო არ დაგვრჩება. მეგობრებო, ცეკვები პლასტიკური და ლამაზია, პირველი გაკვეთილი უფასო იქნება. ჩვენ გვინდა მოსვლა, ხო რაიან, მოვალთ. მორჩა საბოლოოდ დავკარგეთ. ისინი თუ ცეკვაზე წავდნენ, ყველაფერი მორჩება. რაიან, და რა ჩავიცვა? გოგოებო, რამე კომფორტული შორტები და ტოპი კარგი იქნება. აი, შეიძლება წავიდე, ჩერილდერობა არ არის, ჩემთვის ვიქნები. რაიანთან შეგიძლია წახვიდე, მას ვენდობ. მადლობა, აის, რაიან, მეც მოვალ. მაგარია, შორტი და ტოპი არ დაგავიწყდეს. შორტი და ტოპი, არა პიცა არ მიდიხარ. ჯანდაბა, აის, რატომ? შორტი და ტოპი დაპირებ ცეკვას. კარგი, შარვალს ჩავიცვა, კმაყოფილი ხარ? კარგი. გოგოებო, კალათბურთელები რა საყვარლები არიან, მზად არიან, რომ ყველაფერი გაგვიკეთონ. რა თქმა უნდა, დიანა, ახლა დავუბრუნდით, იმედი მაქვს ასე იქნებიან. და ჩვენი ძველი შეყვარებულები როგორ არიან, წარმოგიდგენიათ, ალბათ ცუდად გრძნობენ. ნასია, ცუდად რომ გრძნობდნენ თავს, დღესაც აქ იქნებოდნენ, მეორე დღეა და აღარ არიან, აღარსად აღარ ჩანან. გოგოებო, ჩემი რჩევა რომ ისინი საბოლოოდ დაივიწყოთ. შეხედეთ, ახლა კალათბურთელებთან ხართ, ყველაფერი კარგადაა, ცხოვრება უკეთესი ხდება. გეთანხმები, მასკოტ. გოგოებო, ერთი წუთით მე კალათბურთელთან არც არასდროს ყოფილ ვარ და არც ახლა ვარ. ლეილა, ძალიან ნერვიულობ, უარი რომ გვითხრან. მომისმინე იანა, ეგრევე უარს რატომ გვეტყვიან? კარგი განზრახვით ვართ მოსული. და გეუბნები, ხო, კარგი, წავიდეთ. გოგოებო, ისე მეც მინდა შეყვარებული, მაგრამ არავინ ნორმალური არაა. მასკოტ, მალე იქნება. შეყვარებული გეყოლება, მასკოტ. გამარჯობა, მე ამბოხეებო, შეიძლება შემოვიდეთ? უკვე შემოხვედით, აბა მითხარით, რა გინდათ? მომისმენთ, მე ამბოხეებო, ვიცით, რომ იცით რამდენად ცუდებიც ვართ. ძალიან ბევრი ცუდი რაღაც გაგვიკეთებია, მაგრამ ახლა ცუდები აღარ ვართ. ხო, აი ეს თქვენ მოგიტანეთ, იქნებ შევრიგდეთ. ხო, ვირთხებო, ეს რა ტყუილია, გვეხუმრებით? ხო, ძალიან უცნაურია, რაღაც მიზეზის გარეშე მოხვედით და მეგობრობა გინდათ? არ გჯერათ, რომ კარგი განზრახვა გვაქვს, არა? ანუ თქვენ ცუდები ხართ? ხომ გესმით, რომ შეიძლება ადამიანი შეიცვალოს უკეთესობისკენ? ხო, ეს ნამდვილად მოულოდნელია, მაგრამ მზად ვარ მშვიდობისთვის, შევთანხმდეთ. ვაუ, ვიცოდით, რომ დაგვთანხმდებოდით. აი, ზეფირის ტორტი თქვენ. გოგოებო, ძალიან მაგრად გამოიყურებით. აბა პირად ცხოვრებაში რა ხდება? უკვე მეგობრები ვართ, შეგიძლიათ გვენდოთ? ეგრევე? ყველაფერი კარგად არის, ვირთხებო. შეიძლება ვირთხები აღარ მოგმართოთ? სახელები გვაქვს. გოგოებო, არ გინდათ კაფეში წავიდეთ, აქ ძალიან ბევრი ხალხია. მასკოტ, აღარ არის თამაშები საჭირო. უი, სხვათა შორის გოგოებო, გავიგეთ, რომ კალათბურთელებს დავუბრუნდით, მართალია? ხო, მერე? სიმართლე რომ გითხრათ, თქვენი ახალი შეყვარებულები უკეთესები იყვნენ. რაღაც მეგობრულები. უბრალოდ ისინი უფრო მამაკაცურები იყვნენ, ვიდრე ეს კალათბურთელები არიან. მეგობრული რჩევა. გოგოებო, აქ რაღაც უცნაური ხდება, ვირთხებო, რა გინდათ? ლეილა, მოიცადე, მართლა ფიქრობ, რომ ჩვენი ახალი შეყვარებულები უკეთესები არიან? რა? რატომ? უბრალოდ საინტერესოა. ვისგან ვიღებთ რჩევას? კნოპა, უბრალოდ მაინტერესებს. ხო, ყველაფერში უკეთესები არიან, ისეთი მამაცები არიან და ზრდილობიანები. და შენი მარკუსი დიანა მოდელს გავს, მისი შეყვარებული ვიქნებოდი. ხო, მარკუსი მართლა კარგად გამოიყურება, მაგრამ მე სმაილს ვარ უფრო მიჩვეული. მერე მარკუსსაც შეეჩვევი და გავიწყდა სმაილმა რამდენი ტკივილი მოგაყენა და შენ კნოპა, ტიმურთან რამხელა პრობლემები გქონდა. ხო, მართალია, უცნაური ურთიერთობა იყო. კარგი, გერა მომენატრა გოგოებო ახლა. ვირთხებო, ვერ ხვდები თქვენი გეგმა რა არის, მაგრამ გოგოებო, ამათ არ მოусმინოთ. ამ წამს შევეგდით კალათბურთელებს და ისინი გონებას გირევენ. მასკოტ. გოგოებო, კარგით, გაჩერდით. მართალია გვიხარია რომ შევრიგდით, მაგრამ ისევ სმაილი მირჩევნია. ხო, მეც ტიმურთან დავრჩები. მასკოტ, წავედით. ლეილა, შენი აზრით გამოგვივიდა?იანა, თითქმის, კარგი, სხვა დღეს აუცილებლად გამოგვივა. Problems on problems on problems on problems on problems I solve them. I run through the money, the pressure be calling. Left on my blessings, I feel like I'm falling. შეგიძლიათ რომ კარები არ მიაჯახონ. დიმა, უთხარი რამე.
მე რა შუაში ვარ, მათ რამე რატომ უნდა უთხრა? მიდი გააკეთე რას გითხარი. მეგობრებო, კარებს ასე მოაჯახუნოთ, ბოლოს და ბოლოს სკოლის გაკვეთილებია. რა, გვინდა დავაჯახუნებთ. ჯანდაბა უზრდელი ხალხი. კარგი, აჯახუნეთ. მეგობრებო, ახლა შევჯამოთ. ხო, მოდი ძალიან მშია. მეგობრებო, არ მესმის აქ რა ხდება? არ ვიცი, გაგვატარეთ. დროზე. ვერ ხვდები რა ხდება? ჩემნაირი ბენდენა რატო გიგეთია? ჩემნაირად რატო გამოიყურები? ხო, სმელ, შენ და გემსგავსა. არა, ქერა, გეშლება, შენ გამოიყურები ჩემნაირად. მას ყოველთვის ასე ეცვა. ხო, მოიცა ხუჯუჯა, გინდა რომ ჩემნაირად გამოიყურებოდე, ფიქრობ რომ ასე დაიბრუნებ დიანას. არა, ვერ გამოგივა, მე და დიანა საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს, საუკეთესო. ხო და დიდი ხნით არ გექნებათ, გასაგებია? არ მესმის, აქ რა ხდება? საყვარელო, გამარჯობა, ჩამოდი, ეს უნდა ნახო, ამ გლონს ჩემნაირადაცვია. საერთოდ სკოლაში რატომ მოვიდნენ? არ ვიცი. ბიჭებო, გაიწიეთ, გამარჯობა მარკუს. ასე უცბად სკოლაში რატომ მოხვედი? ხო, აქ რასაკეთებთ, ვერ ხედავთ დიანა ჩემთან ერთადაა. დიანა, შენ სანახავად. ხო და ინახე, შეგიძლია მარკუს წახვიდე. სტილი შეიცვალე? ახლა ისე გაცვია მე რომ მომწონს. დიანა. ხო, დიანა, ყველაფერი შენ გამო, დამიბრუნდი. გნობა და შენ მე დამიბრუნდი. ნასწია. ხო, აქ ვარ. საყვარელო, უთხარი. მარკუს, მოპატიე, არ შემიძლია ძველი ურთიერთობა ავირჩიე. აი, ხო გაიგონეთ, ძველი ურთიერთობები, ახლა შეგიძლია წახვიდეთ. ბიჭებო, ერთი დღეც მოგვეცით და გოგოები თქვენთან დაბრუნდებიან. ხო, პირდებით. არა მგონია დიანა დაბრუნდეს. დამიჯერე დაგიბრუნდება. ერთ დღეს, ბიჭებო, ერთ დღეს. ბავშვებო, დღეს სკოლაში რაღაც უცნაური დღე იყო. ვირთხები მოვიდნენ ჩვენთან და ახლა მარკუს ჩემი დაბრუნება უნდა. მაგრამ არაფერი არ გამოუვა. კარგი, ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდე. კარგად.